მინდა რომ ყველა ჟურნალისტ, ყველა სამართლიანი, ყველა პატიოსან ჟურნალისტ, ესე ვთქვათ, მიულოცოთ დღევანდელი დღე, პროფესიული დღე და გილოცავთ თქვენს პირველ რიგში და ყველა თქვენს კოლეგას უსურვებ, რომ ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, სადაც ჟურნალისტობაც, მაღაროელობაც, თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა პროფესია იქნება რეალურად დაფასებული და არ იქნება საშიში, არ იქნება იმ საფრთხის ქვეშ, რა საფრთხეც ექმნებათ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ მაღაროელებს ახლა ჩემს მშობლიურ ჭიათურაში. ტარიელმა ისაუბრა და ისაუბრა ძალიან გასაგებად იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მაღაროელებს უწევთ პროტესტი. სამწუხაროდ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ჭიათურა იქცა პირამოკერილი და ძალიან მძიმე ფორმების პროტესტის ქალაქად და ეს არ ყოფილა შემთხვევით, ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი ისტორია, ეს ყველაფერი არ იწყება არც იმ 2012 წელს რა ვიდეოც ახლა ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის ჩამოსვლით, სამწუხაროდ ამას კიდევ უფრო ადრე იწყება 2006 წელს შემოდის ეს კომპანია, რომელსაც ჯერ წინა ხელისუფლება და შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება იყენებდა სათავისოდ ბუნებრივია და არასდროს არ ყოფილა კომპანია ჯორჯია მანგანეზი ხელისუფლების ინტერესებისგან ესე ვთქვათ თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს მე უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ ამას ითხოვენ პირდაპირ გეუბნებით ჩემგან ჭიათურელები, რომ გაესვას ამას ყოველთვის ხაზი და რა თქმა უნდა მე ამას არასდროს არ ვერიდებოდი, თუმცა ის რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში ჭიათურაში, კონკრეტულად მას შემდეგ რაც სახელმწიფო მმართველი 2017 წლიდან შემოდის კომპანიაში და სასამართლოს გზით ჩვენ ვიცით რომ უკვე 8 წელია მეორე სახელმწიფო მმართველი დაუნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის დროზე ლეგიტიმურმა და დღეს უკვე არ ვიცი რა საპირებად მაისის შემდეგ როცა გადის ამ სახელმწიფო მმართველს ვადა ისე საუბრობდა გეგონება სახელმწიფო შიგნით უკვე არ იყოს წლების განმავლობაში და პასუხისმგებლობები არ ქონდეს. რეალურად ფაქტობრივი ნაციონალიზაცია, რასაც ახლა ითხოვს, რაც არის ერთ-ერთი მოთხოვნა მაღაროელების, კონკრეტულად ამ აქციის, არის რომ დიალოგი, ანუ მოთხოვნა, წარმოგიდგენთ, მოთხოვნა არის აი ამ ხალხის, აი ამ მართლა ყოველ წელს რო უწევთ პროტესტი, არის რომ დიალოგი ხელისუფლებასთან. ეს ცოტა უცნაურია, როცა 13 წლის შემდეგ, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი ხო, ნახეთ რას პირდებოდა, როგორ პირდებოდა ეს მაღაროელის შვილი, გვეუბნებოდა რომ ჭიათურას არ მიატოვებდა და ბოდიშს უხდიდა მაშინ 13 წლის წინ ჯერ კიდევ და აი ახლა უნდა ვიკითხოთ ბოდიში აქვს თუ არა მოსახდენი მას ჭიათურელებთან, არა მხოლოდ ბოდიში, ბევრი რამ კიდევ და მათ შორის მე მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბრო, შესაძლოა ამაზე ღიად ვერ საუბრობს აქცია დღეს, შესაძლოა ამ ყველაფერზე ღიად ვერ საუბრობენ ის სპიკერები, ვინც გამოდიან აქციაზე. მე მაქვს არა ყოველდღიური, თუმცა მაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან, ჩემს მეგობარ მაღაროელებთან, მათ შორის ჭიათურაში. მე ვიყავი რამდენიმე დიდ აქციაზე, რომელიც შედარებით მასშტაბურ აქციებზე, რომელიც გაიმართა ჩემს ქალაქში და მქონდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მაღაროელების იმ ნაწილთან, ნუ ყველასთან არა, ბუნებრივია, რამდენიმე ადამიანთან, ვინც გამოდის ფაქტობრივად ყოველდღიურად მიკროფონით ხელში და მიმართავს საზოგადოებას. ამ ადამიანებს ჭირდება და ტარიელმა აღნიშნა ეს თუ არ ვცდები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორია, ამ ხალხს ჭირდება დახმარება და იგრძნობოდა პირდაპირ გეტყვით და ის რომ ყველაფერში ბოლომდე დეტალებში, მით უმეტეს იურიდიულ სამართლებრივ საკითხებში, პოლიტიკურ საკითხებში, მათ შორის ხო მაღაროელების შესაძლოა ბოლომდე ინფორმირებული არ არიან და ამ ხალხს ჭირდება კომპეტენტური ხელის გაწვდენა, ხო? მე ამ ყველაფერზე 7-8 წელია დაახლოებით ვსაუბრობ, როგორც აქტივისტი, როგორც ჟურნალისტი, როგორც პოლიტიკოსი, სხვა ფორმით, სხვა კუთხით მიცდია ამ ყველაფერზე მუშაობა. ნუ რა არის ის, რაზეც ისინი ან მე რან არ საუბრობენ სხვადასხვა მიზეზების გამო და რაც არის მნიშვნელოვანი გაჟღერდეს ტელევიზიაში. კი, ის რომ სახელმწიფოს და კომპანიას აქვს ერთი ინტერესი და საერთო ინტერესი, ეს არის ცხადი, ეს არის ისტორიული და ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად, ამას სამწუხაროდ ვერ ამბობს დღეს აქცია, ვერ ამბობს იმას, რომ კომპანია და სახელმწიფო არის ერთი, არის იდენტური და მათ აქვს საერთო ინტერესები, ასე იყო ეს წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც ასეა. მით უმეტეს მაშინ, როცა კიდევ ამბობს სახელმწიფო მმართველი მართავს უკვე 8 წელია და სწორედ ამის შემდეგ იწყება გაათმაგებული ღია კარიერების გახსნა ჭიათურაში. ამის შემდეგ იწყება კიდევ უფრო მეტი სოციალური თუ ეკოლოგიური ტიპის კოლაფსი, ფაქტობრივად მუნიციპალიტეტში და დღეს უკვე შედეგებთან ეს სწორად უნდა შევხედოთ. თუ ცოტა ფართო ფოკუსი შევხედოთ ამ საკითხს, ჭიათურის საკითხს, რა ხდება, ხო, იქ არის ოლიგარქების ბრძოლის ველი. ერთი მხრიდან კალამოისკი, რომელიც უნდა აღინიშნოს, ამასაც ვერ ამბობს აქცია. კალამოისკი არის ამერიკელების მიერ სანქცირებული, კალამოისკი არის ზელენსკის მიერ, უკრაინელების მიერ დაკავებული და დღემდე მიდის პროცესი. ამ ადამიანებს, ანუ თუ ვინმე გავს ამ ქვეყანაში იგორ კალამოისკის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. და ეს უნდა ვთქვათ პირდაპირ და ფართო ფოკუსში თუ შევხედავთ ჭიათურას, ეს არის დღეს უკვე ქცეული შედეგად რუსი ოლიგარქების საჯიჯგნი ადგილია. და მიდის ახლა ჭიდაობა იქ, ვისი იქნება ეს 51%-იანი
ანუ პაკეტი, ანუ მმართველობის პაკეტი ამ კომპანიის, რომელიც ყველაფერი გააკეთეს, ხო, ბიძინა ივანიშვილმა თავის სახელმწიფო მმართველის დანისვლის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა ჭიათურაში, რაც უნდოდა. დანიშნა მმართველი დაშალა კომპანია შეპესეებად, დღეს 7 შეპესეა, თუმცა ამაზე უფრო მეტიც იყო და ამით კატასტროფული ზიანი მიაყენა ინდუსტრიას. გამოყო ერთმანეთისგან ვარციხესი, ზესტაფონის სფერო, სამთო კომბინატი და საბადოები უშუალო ჭიათურაში, რაც არის, ეს არის ინდუსტრიული კვანძი და საბჭოთა კავშირის დროსაც არ იწერებოდა ხშირად მოგება ჭიათურაში, მოგება იწერება ხოლმე, როცა მეორადი პროდუქცია იქნება უკვე ზესტაფონში სფეროშენობის სახით, ზესტაფონი წერდა მოგებას, ფოთი წერდა მოგებას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა წერტილი, ხო? და ეს ყველაფერი კვანძი, ეკონომიკური კვანძი და ეს ყველაფერი უნდა ესმოდეთ ამ ხალხს. თუმცა როცა ელაპარაკებიან, მათ შორის არიან მიქაცაძე, მათ შორის ის ბიჭები, ვინც გამოდიან ყოველდღიურად და გაუმარჯოს მათ კუნთებს, გაუმარჯოს მათ შრომას, თუმცა დღეს ყველაზე მეტად საჭიროა ჭიათურლების ერთიანობა, ყველაფრის ერთიანობა, რაც კი გაგვაჩნია ჭიათურლებს და პირველ რიგში არის სიმართლე საჭირო. დღეს უნდა თქვან ამ ხალხმა ის, რაც შეიძლება ახამდე ვერ მოახერხეს რო ეთქვათ, ან ახამდე ვერ ხვდებოდნენ, რომ 12 წელი ჭიათურას ჩვენ პასუხი გვაქვს გასაცემი რაღაცებზე, ეს ღირსების საკითხია ჩვენი ქალაქის, ჩვენ ვიცით რაზე ცხოვრობდით, რა სიმდიდრეზე ცხოვრობდით, ჩვენ ვიცით რას ვმართებდით, ჩვენმა ოჯახებმა, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მათი სახლის აშენებას კონკრეტულ ტერიტორიაზე, მათი შვილების და შვილიშვილების გაზრდას კონკრეტულ ტერიტორიაზე, ხო? ეს იყო დაკავშირებული ყოველთვის ძალიან მძიმე დაავადებებთან, ძალიან მძიმე შრომასთან, ძალიან მშრომა რაღაცებთან. დღეს ეს მაღაროელების ქალაქი დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ მაღაროელების ქალაქი იქცეს მუშების ქალაქად და უკვე მუშების ქალაქიც კი აღარ იქნება ჭიათურა, თუ ეს მაღაროების დახურვა გაგრძელდა ასე. არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ სიმბოლურად დამცინავად, როგორი პასუხიც იყო კობახიძის, დახურეს მათ ყველა მაღარო. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამბავი. ამით ნახეთ რა ხდება სოციალური კატასტროფა, თქვენ ძალიან ზუსტად უწოდეთ. ეს არის სოციალური კატასტროფა და ჩვენ ვიცით, რომ ამ ქალაქში ეს არის კატასტროფების ბუკეტი, მათ შორის ეკოლოგიური, სოციალური, შრომითი და ასე შემდეგ. ეს არის კატასტროფების ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ განსხვავება ბოდიშით რა იცით რა არის, როცა ჭიათურაში ჩამოვიდა ეს ადამიანი, როცა გასცა ეს მშვენიერი გადასარევი დაპირებები 13 წლის წინ რო პირდებოდა ამაში ჭიათურელებს, მაშინ გასაგებია რომ რაღაცა შეიძლება ვერ შეასრულო და ვერ შესრულება დაპირების. როგორც პოლიტიკოსი ამას ამ შემთხვევაში ასე ვამბობ, არის სხვა რამე. თუმცა როცა აკეთებ შენ საპირისპიროს, როცა მიზანმიმართულად ნაბიჯი აკეთებ საპირისპიროს, ეს უკვე სხვა რამეზე მეტყველებს. ეს უკვე ბევრ რამეს ამბობს ბიძინა ივანიშვილზე, ზემოიმერელ კაცზე, რომელმაც ჭორვილიდან 7 კილომეტრში დააწიოკა ულამაზესი ხალხი და ულამაზესი ზემოიმერული სოფლები. ეს არის ჩემი როგორც იქაური პოლიტიკოსის განაცხადი და მე მწქვენია, რომ ამაზე მიწევს კიდევ ერთხელ საუბარი და ამ ყველაფერზე მიწევს ჭიათურლების დარწმუნება ამაში, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მართალი ყოველთვის და დღესაც ვარ ასეთი მართალი ზუსტად.